მოგახსენება დღეს არის 12 მაისი ანდრია პირველწოდებულის ხსენების და მისი საქართველოში შემობრძანების დღე, მაგრამ გარდა ამისა ჩვენ ეკლესია აღნიშნავს აგრეთვე მარიამ ღვთისმშობელის საქართველოსადმი წინხლდომობის დღეს საქართველოს მიმართ. ასე რომ მახათას მთაზე არსებულ ჩვენს მონასტერში, რომელიც ანდრია პირველწოდებულის სახელს ადარებს, გაიმართება ძალიან დიდი დღესასწაული, წილვა გაიმართება და ამასთან დაკავშირებით მარიამ მესხი გვერდთვება მახათის მთიდან. დილამშვიდობისა მარიამ. დილამშვიდობის მარიამ. დილამშვიდობისა, მოგესალმებით თქვენ და რა თქმა უნდა მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. დღეს დიახ რომ არის 12 მაისი და მოგეხსენებათ რომ მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს. მე ახლა ვიმყოფები მახათას მთაზე, სადაც ალბათ ხედავთ რომ ხალხი იკრიბება ნელ-ნელა, სულ მალე დაიწყება საზეიმო წირვა-ლოცვა და მე კი ახლა მაქვს შესაძლებლობა რომ გავესაუბრო მეუფე ნიკოლოს. მოგესალმებით. რომ გვითხრათ გილოცავთ პირველ რიგში ამ დღესასწაულს და რომ გვითხრათ ამ დღესასწაულზე უფრო მეტი რა მნიშვნელობის მატარებელია ქართველი ხალხისთვის ეს დღესასწაული. წმინდა ანდრია პირველწოდებულის დღესასწაული ჩვენმა ეკლესიამ დააწესა დღევანდელ დღეს და უპირველეს ყოვლისა კი დღეს არის ღვთისმშობლის წილხდომილობის დღესასწაული, ანუ ის რომ საქართველო არის ღვთისმშობლის წილხდომილი ქვეყანა და ანდრია პირველწოდებული საქართველოში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გამოაგზავნა. რას ნიშნავს ეს? ეს იმას ნიშნავს, რომ ღვთისმშობელი არის განსაკუთრებული მფარველი ჩვენი ქვეყანის და ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ეკლესიის ყველა წევრმა უნდა იცოდეს. არსებობს ესეთი სიტყვა ეფემერა. ეფემერა ეს არის ერთდღიანი ჩანაწერი, ან ერთდღიანი მცენარე, ან ერთდღიანი მწერი. აი ეფემერული არ უნდა ვიყოთ ჩვენ. და იმისათვის რომ არ ვიყოთ ეფემერული, ამისათვის უნდა ვიცოდეთ ჩვენი წარსული. ყველამ უნდა იცოდეს საქართველოში, რას ნიშნავს ღვთისმშობლის წილხდომილობა და აი სწორედ ეს დღე არის და ამას გილოცავთ თქვენ დღეს, რომ ჩვენ ვართ განსაკუთრებული ამ ხრივ. განსაკუთრებული პასუხისმგებლობის, განსაკუთრებული ქცევის უნდა ვიყოთ და მაგალითი უნდა ვიყოთ ყველასთვის. ეს არის დღევანდელი დღე. დიდი მადლობა და მეც გილოცავთ ამ მართლაც მნიშვნელოვან დღეს. უნდა მოგილოცოთ ქრისტეს აღდგომა. ქრისტე აღდგა. ჭეშმარიტად აღსდგა. მადლობა. მე კი ასევე შეგახსენებთ რომ დღეს აქ მოსულ საზოგადოებას ექნება იმის საშუალება რომ მოილოცოს წმინდა მამა გაბრიელის ხატი, ასევე რომ მეც ამ დღისთვის იქნა ჩამობრძანებული. ასევე ჩვენთან იმყოფება ეროვნული მუზეუმის დირექტორი ბატონი დავით ლორთქიბაინძე. ბატონო დავით, მოგესალმებით. დილამშვიდობისა. მოგილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს. მეც გილოცავთ, ყველას ულოცავ მნიშვნელოვან განსაკუთრებულ დღეს და ძალიან სიმბოლურია რომ ეს ხდება აღნიშნა აქ მახათას ტაძარში, რომელიც ბიძღვრილია სწორედ ღვთისმშობელთან და ასევე ვფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ სიმბოლური ეს რომ ეს დღეს არის ერთი ისტორიული წმინდანის დღე და აღნიშნავთ ანდრია პირველწოდებულის დღეს და ამასთან ერთად აქ დასვენებულია წმინდა ნაწილები თანამედროვეობის მსოფლიოში აღიარებული წმინდანის მამა გაბრიელის. ასევე ვფიქრობ, რომ საზოგადოება ივერია, რომელიც ძალიან აქტიურად მონაწილეობდა ტაძრის მშენებლობაში, ახლა ძალიან საინტერესო გეგმით არის, რომ აქაურობა იყოს არა მხოლოდ სასულიერო, აგრეთვე მნიშვნელოვანი საერო ცენტრი და აქ იყოს ერთად სწორედ ის დიალოგი ცოდნას და რწმენას შორის, რომელიც იყო ყოველთვის ჩვენი ქრისტიანობისთვის დამახასიათებელი და ჩვენი ქვეყნისთვის ძალიანად. დიდი მადლობა და რო გითხრათ ასევე რომ უკვე მე-6 წელია ანდრია პირველწოდებულის დღესთან და აღინიშნება წილმოხდილობის დღეაც ასევე. აი ამ დღესასწაულზეც რომ გითხრათ. დღესასწაული არის, რაც აგრეთვე რა თქმა უნდა დიდი პასუხისმგებლობა არის, ალბათ ნებისმიერი ქრისტიანისთვის, ნებისმიერი ქართველისთვის. ეს არის ალბათ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტი, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი იდენტობასთან, ასე რომ მე ბედნიერი ვარ, რომ დღეს აქა ვარ და კიდევ ერთხელ გავუსვავ ხაზს, რომ ჩვენი მოვალეობა არის, რომ მომავალში შევქმნათ ისეთი ცენტრები, სადაც ერთად იქნება როგორც ჩვენი რელიგიური წარსი, ისევე იქნება ცოდნა, განათლება და მომავალი.
დიდი მადლობა და წარმატებას გისურვებთ. მე კი ასევე ჩვენს მაყურებელს შევახსენებ, რომ საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ ჩვენს კინორეჟისორს ქართველს მერაბ კოკოჩაშვილს გადაეცემა საპატიო სიგელი და მივულოცავთ მას ამ ყველაფერს. სულ მალე უკვე რამდენიმე წუთში დაიწყება წირვა-ლოცვა, რომელსაც მეუფეშიო აღავლენს და რა თქმა უნდა პირდაპირ ტრანსლაციას ჩვენი არხი, პირველი არხი შემოგთავაზებთ. აი ასეთი იყო დღევანდელი დღე, შვენიერი, დახუნძლული, უამრავი, მნიშვნელოვანი დღესასწაულით, საინტერესო ამბებით და პოზიტივით. მე კიდევ ერთხელ მინდა მიულოცო სრულიად საქართველოს დღევანდელი დღე და სიკეთე და ყოველივე საუკეთესო მოსწორება.